ნაცემია, ვიცი რომ ნამდვილად ნაცემია. იმიტომ რომ თუ ეს ცემეს აქ და ის ხაშხუში გადაიყვანს, რატო გადაიყვანეს ხაშხუში? რომ მოაცინეს ერთმანეთს. არაფერი, აბსოლუტურად რო ამტკიცებდა აღმოჩნდა, არ რაღაცა დაიჭირდა. დამნაშავე დაიჭირონ, მაგრამ რო არაფერი ქონდა, რის გულისთვის. მთელი კვირა დაზე, ყოველ მეორე დღეს ნარკოლოგიურში გადმოყვან. შეიძლება ყოველ მეორე დღეს ნარკოლოგიურში გადმოყვან. საინტერესი შეიძლება გქონდეთ თქვენი შვილის მიმართ, როდესაც მაშინ ესი არის. გამოსულია ციხიდან. ისინი სახში მაგის ოქნების უყოლაფერს განახოთ დამოთხოვილი გადაწვის საბრალდებულდას ყველაფერი ლიმონკა როგორ ჩაუდეს რო ჩემგან გავიდა კი ლიმონკა ჩემგან გავიდა სახლიდან ტაქსი გავგზავნე გააჩერეს გამარჯვებასთან და უთხრეს გადაიყვანეს სამართლოში უნდა აირჩიო წამალი ლიმონკა რომელიც გინდა აირჩიე ამან მე ავირჩიე ლიმონკა იმიტომ რომ უნდა გაიფაქტოო და წამალს მერჩივნა ლიმონკაო გამიგზავნეს რომელ წელს ხდება 2008 მე მეორე ძმა რომ საერთოდ ჭია რო არ გაუღიზებდა და დაუკითხოთ ვაშილი რო არ აუღია გადაიყვანეს იმის იმითი მოტეხილი სარკე იყო მაშინ მოდაში მოტეხილი სარკე მოტეხე პოლიციელმა დააჭერინა ხელში ის სარკე გაისროლა ჰაერში და უნდა გაიფაქტოვო ფალიაშვილის ქუჩაზე და წაიყვანეს ჭალიდან მე ვცხოვრობ შინდისის პირველში და აწერინები რომ ამიდასთან მივდიოდი აქედან ზათაო და მანქანა შემდგა ფალიაშვილის ქუჩაზე სარკე მოვტეხე იმის გულს რომ ჭირდებოდა შინდისის პირველში მე ვცხოვრობდა ფალიაშვილის ქუჩა არის ბოლოში ისაც საიდან გაიყვარა საით ვიწუნიათ გადაფრინე და იქიდან მოდიოდა ვერ ვიკეთინე განუკითხაობა იყო იმ განუკითხობაში ორი პატიმარი შევინახე 4 წელი სახლი გაყიდეს მაგათ გულისხმობს 4 წელი შენახვა არ უნდა პატიმარი ძალიან ავთქვათ იმ მოხდესაც მოვიდა სულ ყველაფერი განაჩენი გადაწყვეტილება სულ ყველაფერია მაგათ ეგონათ ისეთი დრო იყო რომ არ ეგონათ რომ მოვიდოდა ეს დრო და აი მარტო პოლიციელები რო აწეს არც ექსპერტიზა ჩატარებული არაფერი სულ ყველაფერი ეხლა ვეთქვით გამოვიდა სახში მე ყველაფერი გამოვითხოვეთ იქიდან სასამართლოდან თავიდან ოცნების სრულად და მითხრეს რომ ეგ ყველაფერი არის და მიეცით საო მაგრამ ამან მითხრა მამიდაო თავის ღეში რა ყურა ეხლა წკვილად ისავქენებ ცხენიაო ეხლა კიდე ღიმერთუ და მატარონ მაგრამ აღარ უსვენებენ ისევ და შერმადინი დაემუქრა უნდა გაგფაქტო დატოვე გორი მე დაურეკე ტელეფონზე რატო უნდა დატოვოს გორი თუ შენ ვერიდან დატოვე შენ არაფერს აშავებს გამოვიდა დაინტერესი დაასაქმეთ თუ არ იმუშაოს კი ბატონო მეორე ეს ბავშვი სირკდეში მუშაობდა იმას ხრიდა რეპერატორია თუ რაღაც ეჭირა ქრეში და მივიდნენ და უნდა ქურდო ქურდი ხარო ქურდები ესეთ განანდა ესეთ ხრიანო ესე მუშაობები ზიგურათაო შერმადინი მივარ და სათვალები წაკლიჭა აღარ აძლევდა მე გადავედი და მე ისაფქედი შერმადინსაც შერმადინი გამომძიებელი საკრო მოადგილე იყო დაფიქსირებული იყო სპორტკაფეზე ბავშვი სამუშაოდან მიდიოდა წვდა სათვალეებში ჩააგდო მანქანაში და უთხრა გადაიყვანეთ ნარკოლოგიურში გადმოვიდა ძმა არ გაატარეს მე გადმოვედი და უთხარი სათვალეებს რატო არ აძლევ არ არის უთხრა როგორ არ არის დაფიქსირებული და მე ეუნება იქეთი გაუნძიებელი ვიდეო გამოიტანეო ისე სათვალეები რო აქაო და გამომიტანე თითქო არ იყო მეთქი მე უთხარი ისიც გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და არაფერი არც ერთი ცეჰეპატიტი აქვს ეხლა დაკავებული რომელიც ცეჰეპატიტი ყოველ მესამე დღეს გადამაქვს ფურასემიდი გადამაქვს ლაზექს რომ მაპატია და ვერ აშარდავს უნდა გადავუტო ცეჰეპატიტია სეგუნდა ყოველ მესამე დღეს ლაზექსები და ისინი ყლაპოს ფურასემიდები ეს გუშინდელი აგდებით შეხვალ და აგდებით გელაპარაკებიან არ აქცემენ წესიერ პასუხს არ აქცემენ აი გუშინდელი აღწერეთ როდის გუშინდელი დაკავებული არ გაგვაგებინეს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი სახში იყო მთელი დღე დაფიქსირებული ტელეფონებით რომ მე მიკავშირდებოდა სახლის ტელეფონით აგერ ჩემთან არის დარეკილები ვეუბნებოდ მე სულ ვამოწმებ იმიტომ რომ სულ ნარკოლოგიურში გადავ შვილო სადახარ რომ მეშინია არაფერი არ დაემუხდნენ გაგფაქტავთო და სახში იყო გარშემო იყვნენ მანქანები იდგნენ არაულობდნენ რომ გამოვიდოდა რახანს წინადღით მე გამათი მომივიდნენ რომ გადმოიყვანოს ნარკოლოგიურში ელიოზუშვილი ჩამოვიდა შერმადინმა რაღაცა უთხრა ჩამოგზანა და უჩურჩულა იმათ და უნდა აეყვანათ მაღლა მე რო დამინახეს ვეღარ აიყვანეს გასინჯეს რო არაფერი ქონდა გამოუშვეს ნარკოლოგიურიდან ემუქრებოდნენ ჩასაფრებულები იყვნენ სახში ხო ვერ აიყვანდნენ გამოვიდა თუ არ შორტიკებით გამოვიდა ტაქსი გამოიძახრო ფეხით არ მინდაო სიარული გამოიძახა 0011 ჩაჯდაში წამოდი ისოპელის მოუხვია იმანაც და გაყვა მირეკავს მამიდაო გამოსული ვარო ტაქსით რო ხარ სადახარ და ეს დარეკვა იყო გათიშვა და ისევ ზარი იყო დამხედე და გაითიშა და უკვე აუყვანიეთ ვეღარ მოასრო რომ დამაკავეს აგერ დაფიქსირებული მაგა 7 საათი და 52 წუთი მანამ სახში იყო მთელი მოწმია მთელი უბნის ბიჭები მეზობლები სულ ყველანი რომ სახში იყო და მეზობლის ბავშვი გარეთ გამოყვანილი ყავდა ნაყინი უყიდა უჯდა იგი და ასე ერნებდა რა დონის დაზიანებები აქვს და ვინკითხათ რომ ნაცემია ჩემი არ ვიცით ჯერ ნაცემია ისა ირემაძე
ადვოკატი იყო დამცველი, ერემაშვილი დამცველი იყო შესული და გამოვიდა და თქვა, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა მითხრაო, რომ ცემესო, მემუქრებოდნენო, შვილებს აღმოგიყვათ თქვენ ვაწევ, უნდა და ისე დამაწერინის, მე არ წამიკითხე, ისე მომაწერინის ხელი. ეს ამის შემდეგ დაკავების შემდეგ მანდამდე რომ მივიდეთ როგორ მოხდა თვითონ შხრეკვა სახში მოვიდნენ ჩვენთან ხო ისინი რომ დააკავეს არ გვითხრეს მოცვიდნენ მეჭალაში ვიყავი მაგათთან იქ მოცვიდნენ გაუღეთ ყარები მოკუთხართ მოწყეთ მეზობელს დაუძახეთ რომ არაფერი დაზვით სახში არაფერი იმიტომ რომ 3 დღის წინაც გადაიწყოთ გაჩხრეკილი სახი შემოვიდნენ მე გამომიძახის და მირეკეს მეგობინაში ვწორო რომ ამიდას კითხულობენ სახლი უნდა გავშკი ბატონო მეთქი წამოვედი მივედი 4 ერთ ოთახიანში შემოწვდნენ. ერთ ოთახში რა თუნდა 4 ეხლა დადგე და სათუდაოდ ეს ერთ ოთახში 15 კვადრატში. ვეუბნები ხალხო. გიყუროთ ერთმა ისაქენთ ერთი წერდა 3 დარბოდა. მე რომელს გიყუროთ, იმას უყურო, რომელს უყურო ერთი ადამიანი ვარ. არაფერს ჩავდებთ. 100-ია იმას საწოლი მიმიმტრე, ისევ ეგრეგდია ის დამტრეული საწოლი. გამოვარდა მამამ ყავს უდათუ და წავიდა. როგორ სამუშაოზე ხარ, ადრო შენ მამის ისაგაგ და ყველა დაკავებულს იქ მიტოვებ და იქ გაჩხერკი შუა გზაში მიტოვებს, ხობი დამიტოვე? ხელი მოაწერა, შუა იმაში რომ არ დასწრებია, საწოლი მიმიმტრია და წავიდა. ხელი მოწერილია ლაშა გიგუაშვილს. იქ არ იყო ლაშა გიგუაშვილი ბოლონდის შრეფაზე. და წავიდა. რამე იპოვეს? არაფერი, ჩემი საკუთარი წამოიღოს რო ნახეს. ვერცხლის საყურები მქონდა, ისა ბეჭედი საყურები შემძასეკეთა იქიდან ისინი წამოიღეს, ჩემი ტროიკა. გულსამაგრი მაქვს ადრინდელი დეიდის ნაჩუქარი, ძველი ოქრო, ბავშვების ჯვრები მაქვს. და კიდე რა იყო საყურეები, გურთულა პატარა საყურები და ერთი ცალი საყური დაკარგული მაქვს ერთი ცალი. გოგოს ბეჭედია ოქროს. დანარჩენი ბიჟუტერია. და ეს ყველაფერი თქვენ დააფიქსირეთ, ხო? კი, აქ ამას გადაღებული მაქვს 22 ცალია. ყველაფერი ჩემი რაც არის და აქ ამათ თან გადაღებული რეებია. რომ მე ვერ ვენდობი ამათ. საერთი ლიმონკათი გამიგზავნეს, მეორე სარკეთი გამიგზავნეს. და ჩემ ბინაში კიდე 5 ყავთ ეგრე გაგზავნილები ვერ ვენდობი. ამის შემდეგ ადვოკატი როგორ ჩაერთო? ხო არ იყო რამის ხელი შეშლა? ადვოკატი ჩაერთო და ჩემთან ჯერ არ ყოფილა ხაშურში გადაიყვანეს ჩემი არც გაგვაგებინეს დილას 4 საათზე გადაუყვანიეთ მეუბნებენ არ ვიცით დაკავებულია თუ არა ჩვენ უბრალოდ ბინა უნდა გავჩხრებოთ გაგაგებინებენ არავის არაფერი გაუგებინებიათ დილას 4 საათი წუთი იყო მე გადაუყვანიეთ ხაშურში ის იქ აყავდა ადვოკატი იყო შესული ირემაშვილთან ნახა დააფიქსირა რომ ნაცემია უთხრა თვითონ რომ ესეთი მდგომარეობა მაქვს დამაწერინეს ზეწოლის ქვეშ ესე დაკავებულები ვინ არიან? ეხლა მივდივარ რომ ადვოკატი შეიძლება წავიყვანოთ და ეხლა იგაც რომ ნახავ იგაც გამოვიტყობ და იგაც უნდა იგივეს გააკეთებდნენ თუ ამას სემეს იმას რა აკოცებდნენ იგივეა ამათ ეგ აქვს ხელებს ივარჯიშებენ დაკავებულები ვინ არიან გვარდასახელები? ირემაშვილი თემო ამირან ჭედლიშვილი დღეს როდესაც კაბეზეზე შევხვდი, დროებით მოთავსების იზოლატორში ეგრეთ წოდებულ, მან მითხრა, რომ დაკავებისას მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა ემუქრებოდნენ ახლობლების წამებით, ასე ვთქვათ, მოიყვანენ და ანახებდნენ როგორ მდგომარეობაში იყო მათი ახლობელი. ასევე გუშინ მე დაუკავშირდი გენერალურ ინსპექციას, შესაძლოა გენერალურ ინსპექციას იმ მიზეზით, რომ საათ ნახევარზე მეტი მომიწია ლონდინი იმისათვის, რომ შევხედოთ როგორც გამოძიებას, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა გენერალურ ინსპექციასთან ზარის განხორციელების შემდეგ, მე მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი, ასე ვთქვათ, გამომძიებელს, ბატონ მიხეილს და შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. და მისგან გავიგე, რომ სწორედ იმ წუთებში მიმდინარეობდა დაკითხვა, როდესაც მე ვცდილობდი მასთან შესვლას. ან მოხდა ისე, რომ დაცვის გარეშე მოხდა მასზე ზეწოლის შედეგად ინფორმაციის მიღება, უბრალოდ ინფორმაცია მას არ მიუწვდია, ხელი მოაწერინეს იმ დაკითხვის ოქროზე, რომელიც მას არ მიუწია. ესაც მისი განმარტებული, რაც მან მე მომაწოდა. ანუ პოლიციამ დაუწერა ეს ჩვენება, რაზეც ხელი აქვს კი, მოწერა. საგამოძიებაში აქ მოხდა ჩვენების დაწერა, რომელიც მისი თქმით არ ყოფილა გადმოცემული და არც მოხდა წაკითხვა იმ ოქმის, რომელზეც მან ხელი მოაწერა. და მოხდება ხელახლა დაკითხვა? რა თქმა უნდა, ხვალ ბრალი წაეყენება მას, რომელსაც მეც დავესწრები და რა თქმა უნდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. აი საკუთრებაზე რო გითხრათ ცოტა რა ხდება? რა მოხდა, რატომ დააკავეს? გუშინ როგორც
ვთქვით, მოხდა ყაჩაღობა გორში, ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ რამდენიმე პირები, თუმცა გამოძიების მტკიცებით ეს ორი ადამიანი გახდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი და მეორე ადამიანი, რომელიც ამჟამად ხაშუშია გადაყვანილი.